ხალდეზე ის რომ რუსი ჯარი რომ დაესიენ ის ვიცი მეტი არაფერი. ეს იყო 70-იან წლებში მე-19 საუკუნის კერძოდ 75-76 წლებში ამას წინ უძღოდა სვანეთი იყო ერთ-ერთი ბოლო ქართული პოლიტიკური ერთეული სამეფო სამთავროებს შორის რომელიც რუსეთმა დაიპყრო 50-იან წლებში 59 წელს კერძოდ შევიდა სვანეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და შემდგომ მოხდა ესეთი რომ ბატონყმობა რო გაუქმდა რუსეთში სვანეთის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო სადაც ბატონყმობა გაუქმდა და დააკისრეს სვანეთის მოსახლეობას 70-იან წლების დასაწყისში ბეგარა მიწის ბეგარა გადასახადები გლეხს სათქონდა იმის საშუალება ოჯახის ერჩინა და იმის გარეშე კიდევ გარდა იმისა კიდევ ეს გადასახადები ეხა და ეს ამის საშუალება ნამდვილად არ ქონდათ სვანეთის იმ პერიოდში სვანეთის გლეხობას და ამის გამო მოხდა მასიური აჯანყება. შემოიჭრა რუსის ჯარი ხალდეში და ამაზე სვანური საფერხულო სიმღერაცაა გაულგავხე. რასაც ესე იგი ჩემი წინაპარი უყვებოდა თავის შვილს და მისი შვილი ესე იგი მამა ჩემი მიყვებოდა მე. ასე ბებდა ჩემი. და ამას ეყრდნობით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის იყო ცოცხალი მოწვენი ყოველივე იმისა, რაც გადახდა მათ მამასა და თანასოფლელებს, დიდ ვაჟკაცს, სვანებს, ხალდიშელებს. აი ამას ვეყრდნობი მე. ხალდეშობს ხალდეღალტო ან შრუანტელი დაგივლის იმ წარსულის გახსენებით სოფელ ხალდეს ხოცვაჟლედით მათი გვინვა და გოდებით იმ დროინდელ საქართველოს რუსთხელმწიფე განაგებდა ბალს ქვემოურზე მოსვანიც დაჩქელიანი უძღვებოდა გუნხემფუს ნახოთარ შერა ერთ დღეში მარტო მეტრო ჩამოვიდეს თողი. ერთ ხამეში. ნადირიც არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. დათვი არის, მგელი არის. ჩამოდის ეს სოფელში. მე მეწილები. ეხლა დათვი შეიძლება ჩვენ შევხვდეს? შეიძლება, რა გამორიცხული. სულ ესეთი გზა იქნება? მეტი წელი, ხო. უბრალოდ რა არის? სიყვი. არა, დიდი რაღაცა იქით დაცვი მეგონა. ამოვიდნენ იცის მზომელები და ქაური ბოქაული ერთ-ერთი ბოქაულის განკარგულებით ზომავდნენ ამიწებს და როდესაც დაინტერესდა ადგილობრივი მოსახლეობა სვანეთის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა თუ რატომ რა ხდება მიზეზი რა არის უთხრა რომ აი ესეთი არის განკარგულება ზემოდან და მთავრობამ ასე ჩათვალა საჭირო და მეტი განმარტების მიცემა აღარ დაუწყია და შესაბამისად ამან გამოიწვია ამ სვანეთის მოსახლეობაში ძალიან და სხვადასხვა 1000 ინტერპრეტაცია გაჩნდა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები როდესაც ჩავიდნენ მოსალაპარაკებლად შემდგომ ამ პარაკების მსვლელობაში დააპატიმრეს ჩასვეს ციხეში და ამას სვანეთში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია პირველი შემოსვლა რუსის ჯარის დამთავრდა რუსეთის კრახით. კრახით დამთავრდა.
ხალდეშელებმა გადაწყვიტეს რომ სასჯობია მშვიდობა და სამი ხანში შესული კაცი დაახვედრეს. იქ დაუწყეს ფორმარილი სასმელი მთელი და მოიპატიჟეს რუსები ახლა რომ შემოიდნენ იფიქრეს ეს მოწამლულია ან რაღაც არის ხო და ერთ-ერთმა ფეხი ამოკრა ტაბლას და გადააყერავა. გენერალმა ამოხოცვას გვიპირებინო და ამ ჯარის კაცებს გასაბრანება რომ აიყვანათ სენი ხიშტებზე ეს სამი კაცი მოხუცი ხალხი ამ მოხუცებმა რა თქმა უნდა იმარჯვეს იმით რომ ვიდრე სულს დალევდნენ ხიშტებზე მანამდე მოასწრეს ამ ჯარის კაცების გაფატრვა ხანჯლებით და ატყდა იქიდან ბათქაბუთკი და ყველა მოხუცეს. და ეს აჯანყება მეფის მთავრობამ სასტიკად დაამხო. ერთი მუჭა პატარა სოფლის ხალდეს გასანადგურებლად სვანეთში გამოუშვა 1000-მდე შეიარაღებული ჯარისკაცი, 2 ქვემეხი, ასაფეთქებელი საშუალება. ეს არის სიყვარულის კოშკი. რა ისტორია ქონდა? ისტორია ქონდა ესეთი გოგოს და ბიჭს შეუყვარდათ ერთმანეთი და როგორც ვიცი გადამტერებული გვარი ყოფილა ორივე ერთმანეთს. და რა თქმა უნდა დაუშალეს ამათ გოგოს ხარიმას დაუშალა და ბიჭის ხარიმას დაუშალა. და რაღაც წინამდე წავიდა ოჯახები, მე უკვე ბიჭი გადახტება ამ იმას. მე გოგოსაც თავი მოუკლია და მე როგორც იძახიან, როგორც ლეგენდა ყვება, მე კიდო მამამისი ყოფილა ერთადერთი ქალიშვილი ესკოლია და თავის სახელზე რა ხან ერთი შვილი ყავდა, თან შეძლებული ვისი ყოფილა. შეძლებული ოჯახის შვილი ყოფილა და თავის შვილი ერთადერთი შვილი ყავდა და იმის სახელზე უკვე აუმართა ეს კოშკი. მიჯურიში ქვია ადგილს, საიდანაც სოფელი ხალდე კარგად ჩანს. იქიდან დაუწყეს მოციქულობა, რომ დაგვნებდით, ნუ გვიძალიანდებითო. მაგრამ ხალდეს ვაჟკაცები, მანდილოსნები, ახალგაზრდობა მედგრად დადგა იქ და აღარ ნებდებოდნენ. სვანეთის საზოგადოებებად იყოფა მოგეხსენებათ მულახის, მესტიის, ლატალის, კალას, უშგულის, აი ეს ხალხი შეიკრიბა. კალაში ცნობილი კვირიკესა და ივლიტას ეკლესია არის სახელად ცნობილი და იქ შეიკრიბნენ ყრილობა მის ახლო ყრილობა ჩაატარეს და მიიღეს გადაწყვეტილება მაშინ ეს რომ მოდი ჩავიდეთ სვანეთში შედიოდა ლეჭყუმის მაზრაში და მაზრის უფროს გავესაუბროთ დაველაპარაკოთ პირდაპირ შეიარაღებულ ბრძოლას ნუ დავიწყებთ ანუ ძალიან მშვიდობიანად იყვნენ ამ კუთხით განწყობილები გავიგოთ რა ხდება მურის ხიდიდან თოთანამდე სვანიამას განიცდი და ბალზემო და ვაჟკაცობა კვირიკეში ფიცულობდა. ხატი რომ გამოაბრძანეს, თითო სვანი ხელს კიდებდა, ერთმანეთსა რუღალატონ ყველა ამას ფიცულობდა.
აქ წარმოდგენილი სივრცით ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა თუ როგორი იყო შუა საუკუნეებში სვანეთის ეკლესიები. თავისი კანკელით, როგორ იყო ეს კანკელი გამშვენიერებული და გაბრწყინებული ჯვრებითა თუ სხვა რიტუალურ ნივთებით. ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები ძალიან დიდ ძალას მიაწერდნენ სვანეთის ეკლესიებს და ამიტომ ისინი თავიანთ სადიდებლად და მათი მიცვალებულების სულის საცხოვნებლად სვანეთის ეკლესიებს წირავდნენ ძალიან მნიშვნელოვან ნივთებს. ამ ეკლესიასთან უამრავი საინტერესო ისტორია თუ ლეგენდაა დაკავშირებული. იყო ერთი შემთხვევა, როცა მძარცველებმა გაიტაცეს ძალიან დიდი განძი. ბათუმის ინსტიტუტის სტუდენტები წამოვიდნენ, ალბათ საიდანმე გაიგეს, რომ ასეთი და ოქროულობით სავსეა ეს ეკლესია და რო წასულან ისე მოღრუბლულად, გაშავებულად, თიც ვერ მეტანდი თურმე თვალთან როგორც ყვებიან ხუცესები. აებნათ გზა, მიმათ ეგონათ ქვემო სვანეთისკენ მიდიოდნენ და პირიქით, ხელმარცხნევა, ტყე გადმოვიდნენ და ეგ ბოლო სოფელი კალის დაუბერი ქვია. აი ამ სოფლის ეგ ფაშგვაში ქვია იმას პატარა ნაკადული ჩამოდის. ეგ შემოვიდნენ იქ და მათ გზა აებნათ და მოვიდნენ ისევ იმავე ადგილას, საიდანაც გაიტაცეს ეს განძი და მე მთელმა სოფელმა ჩაქოლა. კი გამოიჩინეს ძალიან დიდი სისასტიკე, თუმცა მას შემდეგ ეს ეკლესია არავის არ გაუძარცვავს. მე იმ წელს ვიყავი დაბადებული, არ ვიცი არაფერი არ მახსოვს, გადმოცემით გამიგია 1-2 სიტყვა და ის გაძარცეს ეს ვიცი. ეს რომელი წელი იყო თქვენ რომ 30. ეს ფოტომაქ თბილისში არქივიდან გამოვიტანე და იქ მოვძიე ხალდეშობის მონაწილეების ყასბულათ შერვაშიძე და გინადრუყ ფარჯიანი. ვინ იყვნენ ესენი? ესენი იყვნენ ამ აჯანყების ლიდერები და ხელმძღვანელები, როგორც ბრძენი და ჭერმეტყველი მედიატორები და მაღალი დონის ოღონდ უმაღლესი განათლების გარეშე. დასახელებული პიროვნებები, ვინც ნამდვილად ეწეოდნენ მედგარ ბრძოლას. ისინი მეორე პლანზე ყავთ, გადაყვანილი და ახნახსენები. ვინ არიან ესენი? ესენი არიან ერთ-ერთი არის მომი ჩეგიანი, მეორე არის ჯოხაძე, მესამე არის ჩოპლიანი და ასე შემდეგ. გრინევსკი, ხო ესეთი ადამიანი გრინევსკი და ეს გრინევსკი ყოფილა როგორც თვითონ იგონებს ბესარიონ ნიჟარაძე ძალიან ფიცხი კაცი ყოფილა, ძალიან ფიცხი ადამიანი და სულ ჰქონდა
ესე იგი ბრაზობდა იმაზე თურმე რომ სვანები მას აი ისე როგორც საჭიროა ისე ქეთს არ მიხრიანო და ისე როგორც მონები ფინიებივით არ მეგებიან წინო და მათი თავისუფალი სიტყვა პასუხია ეს ღირსეული დარბაისელი ანუ რასაც მიჩვეული იყო სხვების განან თუნდაც იგივე რუსეთის ცენტრალურ გუბერნიებიდან და ამას ვერ იგებდა ვერანაირად რომ რას ქვია ასეთნაირად თავისუფლად მესაუბრებიანო და მუდამ მქონდა აი სუმის განცდა ყველას და მათ შორის ბესარიონ ნიჟერაძესაც რაღაცა მოხდებოდა ეს კაციო სვანები ამბობდნენ რომ ეს კაცი აშკარად ჩვენი წერაა ადრე გვთქვიანო იმდენად უხეშად მიმართავდა მათ და იმდენად ცუდად ეპყრობოდა თქვენ ახლა ხალდეში ხო ხართ დამყოფი ხო იწყაროდან კარგად ჩანს აი ჩემი წყაროა სადაც მე გავიზარდე იმ სახით იქიდან კარგად ჩანს იგორდა გაიხედო პირდაპირ ლამარია ქვია იქ ჰქონდათ ამათ ზარბაზანი დაღენებული უშენდნენ კოშკებს მაგრამ ვერაფერი ვერ დააგრეს ამ კოშკებს წყარო რომ მოდის ხო ქვემოთ იქით გაჩვენი კოშკი ჩეგიანების ბაბუაჩემ ხო და მარცხენა მხარეს იდგა ჯოხაძეების კოშკი ამ ჯოხაძემ გადასწრახა ბაბუაჩემს მომი შენი ახლა სროლელი ხარ რამე პრადეს მეზარბაზნე მოხსენია ესროლა მანდა მოკლა ის მეზარბაზნე თურმე ქართველი ყოფილა ისე წარმოშობით ზემოსვანეს კარს მოადგა რუსთა ჯარი ლატფარი და მწვერვალები ცრემს აფრქვევდნენ მთაბარი კი ზანზარებდა სოფელ ხალდეს უთენია არ დასცალდა გაღვიძება ერთიანად მუსრიავლეს და დაუწყეს ხოცვა ჟლეტვა აქ წარმოადგენთ ეთნოკულტურულ მემკვიდრეობას, არის თავდაცვითი იარაღი, საბრძოლო იარაღი. საინტერესოა ეს ფარი, სვანური ფარი, ხის ნაჭერი, რომელზეც გადაკრულია ტყავი და რკინის ნაჭრებით არის ინკრუსტირებული. ასევე ჯაჭვის პერანგი, რომელიც ფოლადის რგოლებისაგან იქსოვებოდა და მათ მოქსოვაში ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას. საინტერესოა ასევე ბუკი, სვანეთში იყო სპეციალური შემაღლებული ადგილები, სადაც მებუკეები მოუხმობდნენ მთელ სოფელს და მათ ჰქონდათ სპეციალური შემუშავებული ნოტები, ანუ სოფელმა უკვე იცოდა, რისთვის მოუხმობდა მათ მებუკე. მაგალითად, ჩვენ ვიცით, აი 1875-16 წლებში, როცა მოხდა ცნობილი ხალდეს შეიარაღებული აჯანყება, მებუკემ სწორედ აი ესეთი ბუკით მოუხმო სოფლელებს, რომ შეეკრიბა ესენი იმ საჭირბოროტო საკითხის გადასაწყვეტად, რისთვისაც იყვნენ ისინი მაშინ მოსულები. აიყვანეს ვაჟკაცები, 7 ვაჟკაცი გააცინბირეს. ბაბუაჩემ რა თქმა უნდა მონაწილე იყო ამ აჯანყების თელისურისკვეთებით, ჩემ ბატონო მომი ჩეგიანი და თასძე. ამ ხალხის აჯანყების დროს როგორც თავისი თანამებრძოლები იქნა გასამართლებული ქუთაისში. და მიუსაჯეს 12 წელი კატორღა სემბერში.
ამ გადასახლებიდან დაბრუნდა ერთი მომი ჩეგიანი, რომელიც ციმბირიდან ფეხით უდგა და იხელთა ალბათ დრო და ტყე, ველი, ღრე იარა ამ კაცმა და მოაღწია თავის სამშობლოში, სოფელ ხალდეში. ბებია ჩემი, ესე იგი მომის ცოლი რახან წლების განმავლობაში არ ცოცხალი, არც მკვდარი ვერ იხილა და ხელზე ყავდა მცირეწლოვანი ბავშვი. რჩევით ნათესავებისა და მახლობლების გაათხოვეს ერთ-ერთ წარჩინებულ კაცზე. სად? ქვემო სვანეთში. ამ დროისათვის კატორღა მოხდილი და დაბრუნდა მომი. კითხვა მოკითხვით მიაგნო რა თქმა უნდა. სად იყო მაგ თავისი ცოლი და შვილი. გადავიდა ქვემო სვანეთში, ხედავს შავოსან დედაკაცს. რა თქმა უნდა იცნო თავის ცოლი და სახელით მიმართა. თუ ხარ შენ რა ქმარი მოგიკვდა? და რა გონება დაუკარგია ქალს. მასულიერა დაუყვა მთელი ამბავი. შეისვა ცხენზე თავისი ცოლი და შვილი და წამოიყვანა აქეთ ხალდეში. სოფელ ხალდეს მაჯისცემა გვიან ისევ კვლავ განახლდა. სხვაგან ყოფნა არ იქნება, ნასახლარზე კვლავ დასახლდა. რუსთ ხელმწიფეს რაც სვანეთში, სოფელ ხალდე აუღია. იმის მერე ამ სოფელში კოშკი ვეღარ აუგიათ. შემდგომში ნელა ასე ვთქვათ ძალიან დიდი ხნის შემდეგ უკვე საბჭოთა პერიოდში ხალხი ნელა დაუბრუნდა სოფელს ნელა იმიტომ რომ მაშინ არ შეიძლებოდა ეს იყო აკრძალული ზონა რომ იტყვიან რა ხო და ნუ ახლა ცოტა ამჟამად არის ხალხი მაგრამ ნუ ეს ის აღარ არის რაც ყოფილა და რაც ოდესღაც იყო დღევანდელი ხალდე ეს არის სწორედ მუდმივად როდესაც ადამიანი ნახულობს იქაურობას სულ ახსენდება აი ეს საშინელი დღე ეს საშინელი ასე ვთქვათ წელი, როდესაც აი როგორ შეიძლება დამპყრობელმა ესე იმათ აი ველური ძალით ერთ დღეს მშვენიერი სოფელი მეორე დღეს დასახლებული პუნქტი აქციოს ასე ვთქვათ ნანგრევება და ნაცარტუდად აქციოს. აი მოვედით, ესენი არიან შენი ახლობლები? დიახ, შენი ახლობლები არიან. და ესენი აღარ დაგვხვდნენ, ხო? ესენი თელი ზაფხული აქ იყვნენ, ეხლა ეთყობა გუშინ წავიდნენ უკვე. რახან თოვლი ჩამოვიდა, უკვე ფაქტიურად უკვე ტურისტის ნაკლები არის და გზაც აღარ იქნება მერე. რამდენი არიან ოჯახის წევრი? ოჯახის წევრები ბევრი არიან, მაგრამ ახლა ფაქტიურად დაძმარიან ჩამოსული. და ზაფხულობით აქ არიან ხოლმე. ანუ ეს ტურისტული ტრასა არის, მაინც გამოდიან ტურისტები. დიახ, და იმიტომ არიან მოსული აქეთ. პატარა სასტუმროს ტიპის სახლი აქვთ. დიახ. სასტუმროც აქვს, მაღაზიაც აქვს.